ქალების სახალხო შოუ 17 ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ნანუკა გულუას მომხიბლავი ხუთშაბათი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, ვცდილობ რომ ხუთშაბათი იყოს ძალიან ნოყიერი და ძალიან საინტერესო თქვენთვის და დღეს მართლა განსაკუთრებული ხუთშაბათი მაქვს, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს სტუმარს, ჩემი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით. მარიამ, დავიწყოთ ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მშობლებმა და მომავალმა მშობლებმა მომართეთ რადიო მიმღები რადიო იმედზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო საუბარი შედგება დღეს. ყველგან ისმის მარიამ, მე როგორც მცირეწლოვანი შვილების დედა, ძალიან საინტერესო ხართ ჩემთვის პირველ რიგში როგორც სტუმარის, ყველგან ისმის რომ მოაცილეთ ბავშვები გაჯეტებს, რა ხდება ამ გაჯეტებთან დაკავშირებით და თქვენ როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, არის თუ არა შესაძლებელი მართლაც რომ სრულიად გაჯეტების გარეშე მივიყვანოთ რაღაც ასაკამდე ჩვენი შვილები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც დიდი მადლობა. რაც შეეხება ამ თემას, განსაკუთრებული თემაა დღესდღეობით და ძალიან დიდი ინტერესი მოდის ხოლმე პირადად ჩემთანაც ამ თემის მიმართულებით, რომ აი გაჯეტი არის აღქმული ძირითად შემთხვევაში მთავარ პრობლემად. საზოგადოებაში, როდესაც ბავშვზეა საუბარი და რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეულწილად სახიფათო, თუ კი მასთან ურთიერთობა მოხდება არასწორი დოზებით. აქ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასე ვთქვათ, იმ შინაარსსაც, რასაც ბავშვი უყურებს და ნახულობს გაჯეტში. ხადია. რაც შეეხება შეიძლება თუ არა ჩვენ დავიწყოთ ურთიერთობა შედარებით გვიან გაჯეტთან, ამასთან მიმართებით ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, მაგალითად არის 2-3 წელი, ისეთი ასაკი, სადაც უმჯობესია, რომ ამ პერიოდამდე მაქსიმალურად ავარიდოთ გაჯეტი ბავშვს. თუმცა მე ეხა დღეს ალბათ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხარეც დავინახოთ ამ ასე ვთქვათ საკითხის, იმიტომ რომ მხოლოდ პრობლემა არ შეიძლება იყოს გაჯეტი, რადგან დღესდღეობით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომელსაც ვერ გავექცევით ცხოვრებაში და ძალიან გვჭირდება ზრდასრულობაში და არა მარტო ზრდასრულობაში, უკვე სკოლის პერიოდიდან იწყება გაჯეტთან ურთიერთობა და საჭირო ხდება ხო გარკვეული დოზი. გარდა ამისა საჭიროებისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სოციალური ურთიერთობების ერთ-ერთი განმსაზღვრელიც კი. აი თუ ბავშვს რაღაც დოზით არ აქვს შეხება გაჯეტთან, შესაძლოა სოციალურ იზოლაციამდეც კი მივიდეთ, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში ბავშვები, რომლებიც რაღაცა განიხილავენ რაღაც ტრენდებს, TikTok-ზე ან სხვა პლატფორმაზე და ამ დროს ერთმა არ იცის როგორ ჩაერთოს ამ საუბარში. სავარაუდოდ ასეთი იქნება ჩემი შვილები. ასე კი. 1 წლის, 2 და 3 წლის. ხო, ეხა იმ ასაკში არიან, სადაც სწორია ის მიდგომა, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ ამას თავი და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთ უნარებს ივითარებენ, რომელიც ეხლა პირიქით მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ურთიერთობებისგან მიიღოს და არა გაჯეტისგან, რომლისგანაც ვერ მიიღებს ამ უნარების განვითარებისთვის ხელშეწყობას. კარგით, მარიამ, რომელ ასაკში ჩნდება მოდი ტელევიზორით დავიწყოთ, იმიტომ რომ ტელევიზორი ჩნდება ჯერ და მულტფილმი, როგორც ვიცი ბავშვის ცხოვრებაში, რომელი ასაკიდან და რა დოზით ჩნდება ბავშვის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, მულტფილმი და ტელევიზორი. ზოგადად მე მინახავს 3 თვის ბავშვი, რომლისთვისაც მიუციათ ტელეფონი და აყურებინებენ, არის ასე ჭამენ, ასე სვამენ, ასე იძინებენ. ტელეფონთანაც კავშირი და ვიდეო გადაცემები, ტელევიზია და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც მშობლები უბუშვებთ. ესეთ შემთხვევაში და მით უმეტეს 3 თვის ასაკში აბსოლუტურად პირიქით არ შეიძლება, რომ ტელეფონს ან გაჯეტს გავაკაროთ ბავშვი. მარიამ, ძალიან დიდი ბოდი, აი კონკრეტიკასაც გთხოვთ. აი პირადად ჩემი პედიატრი ასეთ რამეს ამბობს, რომ ფონადაც ჩართული ტელევიზორი არ არის აუცილებელი მულტფილმი და ფონადაც ჩართულმა ტელევიზორმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა. აი თანხმებით ამას. სტიმულაცია მაინც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ძალიან ახლოს არის ამასთან. რა თქმა უნდა, უარეს გავლენას ახდენს, თუმცა ფონადაც ჩართული ტელევიზორი ასევე ახდენს სტიმულირებას ტვინის და მნიშვნელოვანია, რომ ესეც მინიმალური დოზით იყოს, თუნდაც მშობლების ცხოვრებაში და ვეცადოთ, რომ ნაკლებად მივმართოთ ამ ხერხს და ჩვენ ზოგადად ისედაც რო დავიწყოთ
საიდან ვიწყებთ ბავშვის აღზრდას და რაღაცის სწავლებას. პირველი ჩვენი მაგალითით და თუ ჩვენ ვართ დამოკიდებული მუდმივად ტელევიზორზე, გაჯეტზე, ხო? მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ რომ ბავშვთან სწორად მართოთ ამ ასე ვთქვათ, გაჯეტის გამოყენება, ვასწავლოთ, სწორი საზღურები დავუწესოთ. პირველი იწყება ჩვენიდან. ანუ ფონურიც ასევე გახდას გავლენას და მნიშვნელოვანია რომ აქაც მოვერიდოთ. აი 3 წლის პერიოდიდან უკვე ნელ-ნელა პატარა დოზებით შეგვიძლია რომ დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ტელევიზორის გამოყენება მაგალითად, თუმცა აქ უკვე მნიშვნელოვანი არის ის, რა შინაარსს მივაწოდებთ ბავშვს და რამდენად შეიძლება რომ ეს სწორი მიმართულებით განვითარებისკენ უფრო მეტად წავიყვანოთ. თუმცა აქაც ნახეთ, ეს იქნება 10 წუთი, 15 წუთი, 20 წუთი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მარტო არ დავტოვოთ ბავშვები ეკრანთან. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვაზიანებთ ბავშვს, მაგრამ თუ მასთან ერთად ძალიან დიდი სიფრთხილით ვარჩევთ ამ, ასე ვთქვათ, შინაარსს, რასაც მივაწვდით. მასთან ერთად ვჭდებით და განვიხილავთ. ანუ არ არის პასიური ყურება არზის ბავშვი და მხოლოდ იქ არ არის ჩართული ესე ტელევიზორის ყურებაში. არამედ ჩვენც იქვე ვართ გვერდით, ვუხსნით რა ხდება, ვსვავთ შეკითხვებს, გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს. ამ შემთხვევაში უკვე ტელევიზორი ის ცოტა დროით აღარ დააზიანებს ბავშვს. პირიქით, შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, ხელშემწყობ საშუალებადაც გამოვიყენოთ, რომ ბავშვმა ნელ-ნელა რაღაც უნარები განავითაროს და რა თქმა უნდა, ტელევიზორს ეს შეუძლიათ უკვე სწორი კონტენტი შეგვიძლია მივაწოდოთ მას. თავისთავად. რაც შეეხება ენას, ანუ თავიდან რა თქმა უნდა, ქართულად უნდა იყოს ყველა აქტივობა, ხო? ეთანხმებით თქვენს ამას, რომ იმ ენაზე, რომ ენაზეც საუბრობს, ამ ენაზე უნდა განვითარდეს ბავშვი. კარგით. მარტო როდის ტოვებთ ტელევიზორთან და უკვე სხვა ენაზე, ასე ვთქვათ, მულტფილმებს ან რაღაც აქტივობებს, რომელი ასაკიდან შედის ბავშვის ცხოვრებაში? ნახეთ, სანამ ენის განვითარება მიმდინარეობს და ძირითად შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ რა ენაზეც საუბრობთ და რაც არის ჩვენი ეროვნული ენა, ამაში დავეხმაროთ ხო ამ ენის განვითარებაში, რომ სირთულეები არ შევქმნათ ბავშვს. ამიტომ სანამ ენის ათვისება, სანამ მეტყველების უნარები ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში იყოს ეს ქართული, ანუ ქართველი ბავშვებისთვის და მათ ენაზე ისმენდნენ იმ, ასე ვთქვათ, ზღაპრებს თუ რასაც უყურებენ. უკვე დაახლოებით 5-6 წლიდან, აი 6 წლის ზემოთ, მარტოც შეგვიძლია რომ დავტოვოთ ბავშვები გაჯეტთან, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ უყურადღებოთ და არ ვიცოდეთ მაგალითად რას უყურებენ და ასე ვთქვათ, რას სკროლავენ თუნდაც, ხო, ტელეფონში მნიშვნელოვანია ეს ყოველთვის ვიცოდეთ და აი ესე რომ ვთქვათ, შიგადაშიგ თვალის გაპარებით და ასე ვთქვათ, მაინც პასიური კონტროლით ვიყოთ მასთან. თუმცა მარტო დატოვა უკვე 6 წლიდან შეგვიძლია და აქაც შეგვიძლია რომ აი ისედაც ენების სწავლა იწყება სკოლაში, ხო, აი პირველ კლასში რაღაცა ინგლისურს ფლობენ და შეიძლება რომ ამ მიმართულებითაც გამოვიყენოთ და ისეთი ასე ვთქვათ, ჩინარსის ვიდეო შევთავაზოთ, სადაც თუნდაც არის საშუალება, რომ ეს მიმართულებაც განავითაროს და ისწავლოს, აითვისოს სხვა ენა. გასაგებია. მოდი იმ ნაწილზე გადავიდეთ, რასაც აი ხშირად ამ მოსაზრების მე 100%-ით გეთანხმებით და ძალიან ვცდილობ რომ ამ ყველაფერს მივყვე, მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც კიპირისპერებენ საკუთარ არსს და გეუბნებიან, რომ იცი რა, ჩემი 3 წლის და 4 წლის შვილი უკვე ქართულადაც საუბრობს, ინგლისურადაც საუბრობს, ყველაფერი ძალიან კარგად ესმის და მისი განვითარება, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალ დონეზეა. არის ეს TikTok-ი თუ სხვა პლატფორმა, უკვე მათ რაღაცა თავისი სოციალური ქსელის მართვაც იციან და რაღაცა mini beauty ბლოგერები არიან, ცეკვავენ, რაღაც აქტივობებს აკეთებენ და სრულიადაც არ აზიანებს ეს მათ ფსიქიკას. არის ესეთი მშობლები, რომელსაც აქვთ ეს მოსაზრება. აი მათ აზრს რას ვეუბნებით, რომ აი თქვენი შემთხვევა არის, რომ ბავშვი გადარჩა და ეს შემთხვევა, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში ასე არ იქნება. ეს არის პასუხი მარიამ თუ რა არის ეს ზოგთან რომ მამნებლურად მოქმედებს და ზოგს რომ პირიქით პროგრესირებს. ну აქ უკვე მნიშვნელობა იმასაც აქვს, რომ ბავშვის ნერვული სისტემა რამდენად მზად არის და რისთვის არის მზად, თუმცა ნახეთ, აი, როდესაც ჩვენ იმ უნარებს რომ შევეხოთ, ისევ არის განვითარების ეტაპები, სადაც კონკრეტული უნარები ვითარდება, ხო, აი მეტყველების უნარი ვითარდება მაგალითად დაახლოებით 2-დან 7 წლამდე. შეიძლება ვიღაცა მაითვისოს პარალელურად სხვა ენაც და მან შეძლოს ეს გააკეთოს ისე რომ რაღაც გარკვეული ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს და თან მით უმეტეს თუ ეს მარტო ნასწავლია, მაინც არ არის კარგი, ხო? იმიტომ რომ მშობელი არ არის მის გვერდით. მაგრამ
თუ გარკვეული, ასე ვთქვათ, განვითარების ეტაპზე ეს უნარი არ განვითარდა და ამას გულისხმობ, რომ მაგალითად ქართველია ბავშვი და ჩვენ გვინდა რომ მას მეტყველება განვუვითაროთ, ხო? სოციალური ქსელები, ინტერნეტი, გაჯეტი, ტელევიზორი არის ის, რაც ემოციურ, სოციალურ ურთიერთობას ვერ უზრუნველყოფს. და როდესაც ბავშვი პასიურად უყურებს ტელევიზორს და არ არის ჩართული ამ მეტყველების პროცესში, მას ძალიან გაუჭირდება ეს კარგად განავითაროს და გაყვეს ამ პროცესს. და ნახეთ, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც გვიან ავითარებენ ამ უნარს, მაგრამ როგორც თქვი, რომ 2-დან 7 წლამდე არის დაახლოებით ამ უნარის განვითარების პერიოდი, ეს პერიოდი რომ გავა, მერე ძალიან რთული კი არა, შეუძლებელია, რომ ჩვენ მეტყველების უნარი განმოვითაროთ და ამისი ექსპერიმენტების არსებობს, როდესაც ბავშვი იყო გამოკეტილი და არ ქონდა სოციალური ურთიერთობები და მერე რამდენი მცდელობაც არ ყოფილა და როგორი ჩართულობაც, მან მეტყველება ვეღარ ისწავლა. ესეთი უამრავი ექსპერიმენტი არსებობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან ვიცით, რომ აქ მეტყველება ვითარდება, მაგალითად, სხვა უნარებზე არ მაქვს ამ მომენტში საუბარი, ვეცადოთ, რომ ჩვენ ამ სოციალური ურთიერთობით განვუვითაროთ ეს და თუ ჩვენ ვტოვებთ, ასე ვთქვათ, ეკრანთან მარტო, ის ვერ შეძლებს. შეიძლება ვიღაცამ შეძლო, როგორც თქვენ თქვით, ვიღაცამ გაუძლო, ვიღაცამ რაღაცნაირად მოახერხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა 100%-ით შეძლებს ამას და გადალახავს ამ პერიოდს ისე, რომ განავითაროს ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი ჩემთვის, მარიამ, როდესაც ტელევიზორს უყურებს, აი თვითონ ამ ყურებაში შეიძლება შეატყოს საკუთარ შვილს, ზიანდება თუ არა ამ გაჯეტის ყურებით, იმიტომ რომ ძალიან აქტიური შვილები მყავს, რომლებიც საუბრობენ, თამაშობენ, ენერგია აქვთ, ულევი, როგორც კი ტელევიზორთან აღმოჩნდებიან და ქართულ მულტფილმებს ვურთავ და უკვე 3+ ასაკში არიან და მინდა რომ მეც რაღაცნაირად დავიწყო ამ გაჯეტიდანაც განვითარება, ვხედავ რომ სრულიად მოწყვეტილები არიან. იმუნარსაც რო გვერდით უზივარ და ვეკითხები, აზრი არა აქვს, იმიტომ რომ არაფერი ესმით და აი სწორედ თქვენი პროფესიული დასტური მჭირდებოდა, რომ მე ვგრძნობ, რომ ამით ის ვერ ვითარდება. მიდასტურებთ თქვენც ამას, რომ თუ ის არის აი ბოლომდე შესული ამ ტელევიზორში, ჟარგონულად რო ვთქვათ, ის ვერ ვითარდება იმ მომენტში და პირიქით მის რაღაცა პატარა ტვინს ვაზიანებ მე ამ მულტფილმით. ნახეთ, პასიურია მაინც ესეც. ნახეთ, თუ მე ვერ ვცდილობ, რომ გადმოვერთო ყურადღება და იმ ხელა სტიმულაცია აქვს გაჯეტს, ანუ სტრაფი ძალიან ჯერ ისედაც რო ვაკვირდებით ამ მულტფილმებს ეხლა რაც არის ხო ახლები, ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, ეს სწრაფი ემოციის ცვლა, სწრაფი დოპამინის გამოყოფა და ეს ყველაფერი ძალიან რთულს ხდის მან რომ გადმორთოს უცებ, იმიტომ რომ იმპულსის კონტროლი უჭერს ბავშვს, ემოციური თვითრეგულაციის უნარი არ აქვს ჯერ კარგად განვითარებული. შესაბამისად, ამ ხელა სტიმულიდან რომ თქვენკენ გადმოერთოს, მისთვის ფაქტობრივად ძალიან რთულია. რთულია კი. თუ ჩვენ ვატყობთ, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლია ესე, შეიძლება რომ ცოტა კიდევ სხვა კონტენტი შევარჩიოთ, სადაც ნაკლებად იქნება ასე ძალიან ჩართული. ეს შეიძლება იყოს რაღაც ისეთი სიმღერები, მუსიკალური ამბები. ერთადერთი ამ დროს თვითონაც უნდება ცეკვა, იმიტირება მისი იქრაც ხდება და მეც მივმართავ ასეთ შემთხვევაში უფრო სიმღერებს და მუსიკას და ასე შემდეგ. და ისედაც რაც უფრო ნელს მივაწოდებთ, აი ნელავით განვითარებად კონტენტს. ესეც დაიხმარება, რომ აი ამ სწრაფ იმაზე არ იყოს დამოკიდებული და ჯობია რომ ნელით დავიწყოთ და მერე მოხდეს ეს აჩქარებული, ასე ვთქვათ, კონტენტების გაზიანება. წამიც არ მინდა დავკარგო, ისეთი კარგი სტუმარი ხარ, რომ მინდა რომ აი ძალიან ბევრი პრობლემა რაღაცნაირად გადავჭრათ და დავეხმაროთ მშობლებს გადაჭრაში. აი არის ხშირად შეკითხვები, რომ აბა რა გავაკეთო, როდესაც რაღაცა საქმეს ვაკეთებ, როდესაც ნუ ეხა ქალის რუტინა სახლში დაუსრულებელი არის. აი ხომ არა გაქვთ რაღაცა ისეთი გასართობები, ისეთი აქტივობები, რაც შეგვიძლია რომ ვასწავლოთ, ვუთხრათ ჩვენს მშობლებს აი დღის განმავლობაში რა აქტივობები შეიძლება შესთავაზოს ნუ სკვერში და პარკში თავისთავად ვიცით რომ ბავშვი აუცილებელია რომ დიდ დროს ატარებდეს და აი კიდე გარდა ამისა რა შეიძლება რომ იმ თელ დღეს ბავშვს მივაწოდოთ ასე ვთქვათ. ხო, დღესდღეობით მშობლისთვის ეს განტვირთვის საშუალებაა ხოლმე და მე აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ მეც მშობელი ვარ და იმდენად რთულია ეს ყველაფერი, რომ 24/7-ზე ხარ ჩართული. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამან და
ესეთ პერიოდში შესაძლებელია რომ მე ჩემ შვილებსაც როცა ვაკვირდები ყოფილა შემთხვევები და დღეები, როდესაც აბსოლუტურად არც ერთი წუთით არ ყოფილა ჩვენთან ჩართული ტელევიზორი და ბევრად უფრო შემოქმედებითები ხდებიან. მე კი აღარ ვაწვდი უკვე რა გააკეთონ ან რა ითამაშონ. მე კი აღარ ვაწვდი იდეებს, რომ ახლა ეს აიღე და მოდი თოჯინა დააძენი ან ასე შემდგომ. როდესაც რაღაც პერიოდი მოწყენილობას გრძნობენ, აი ჩვენ ძალიან გვეშინია ხოლმე ამ გრძნობის, რომ აი მოიწყინა, აღარ იცის რა გააკეთოს, მე მეკითხება, ისევ ტელევიზორს ითხოვს, ხო? მაგრამ მოწყენილობა ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური მდგომარეობაა, იმიტომ რომ ამ დროს ჩნდება ბავშვისთვის ხიზლდება ფანტაზიის უნარი, შემოქმედებითობა ჩნდება და ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მათ აი ეს შემოქმედებითი უნარები განივითარონ ამ მომენტში და თვითონ მოიფიქრო რა გააკეთონ. შესაძლოა რომ გაშენებს ღმერთის სუნერვიულობ, ექსპერიმენტიც არის, რომ ბაღებში ერთ პერიოდი ამოიღეს ყველანაირი სათამაშო, აბსოლუტურად არანაირი მზა სათამაშო არ ქონია და ჩვენ ახლა ბავშვები უფრო მეტად მოიხმარენ, ვიდრე ქმნიან და თამაშობენ და თამაში არის უნდა იყოს შემოქმედებითი, ფანტაზიით სავსე. ჩვენ თუ მუდმივად ვაწვდით რაღაც მზა სათამაშოებს, მათთვის უკვე ეს უნარი, ამ უნარის განვითარებაში ვეღარ ვეხმარებით და ამ ექსპერიმენტში, შესაძაც ეს სათამაშოებისგან დააცარიელეს ოთახი, ბავშვებმა დაიწყეს არანორმალურად, ასე ვთქვათ, ფანტაზიის მოხმარება და შექმნეს სახლები სხვადასხვა ნივთებისგან, ყოველდღიური მოხმარების ნივთებისგან, სკამებისგან, მაგიდებისგან და აი აქ მათ უკვე დაეხმარნენ, რომ ეს ფანტაზიის უნარი და შემოქმედებითობა აღეზარდათ მათში. ჩვენ ბევრს ნერვიულობთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა არის ეს და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მეც სულ განვიცი, რომ აი ახლა ბავშვებო მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი ის გავაკეთოთ, დავანებებ თავს და თვითონ გააკეთონ, ვეტყვი რომ ითამაშეთ უბრალოდ და თუ ითამაშებენ, მოიფიქრებენ ამ თამაშებს და ძალიან დიდი მადლობა. 15 წუთიც იქნება მშობლისთვის. კი, თავისთავად. რა თქმა უნდა, მშობელი უნდა ეთამაშოს, იმას არ გულისხმობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეთ პირიქით. მათ ძალიან უხარიათ და სჭირდებათ ჩვენთან ერთად თამაში და გართობა, მაგრამ ამისთვისაც უნდა დავუტოვოთ დრო. თავისთავად. კარგით, ბაღი ვახსენეთ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალის აზრი ბაღთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ახლა ჩვენს მშობლები ხელმძღვანელობთ სულ გაჯეტებით და იქ მოცემული რჩევებით და ეს რჩევები ბაღთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს არის ძალიან ბუნდოვანი. აი ძალიან ბევრი ბლოგერისგან მესმის, რომ ბაღი არავითარებს ბავშვს და ბაღში ბევრი აკრძალვა და ბავშვი ბაღში და სულ უკვე ბაღში წაყვანის დროსაც ერთადერთი მაშინ არ მქონდა განცდა რომ რაღაცას ვაშავებ და აი ეგ შეგრძნება გამიჩნდა. აი რას ფიქრობთ ბაღთან დაკავშირებით? მე ჯერ დანაშაულის გრძნობაზე ვიტყვი, რომ ჩვენ ზედმეტს ვფიქრობთ ზოგჯერ და ზედმეტად იმ ხელო პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, მაგრამ რეალურად ბაღი ძალიან საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვან უნარებს ავითარებს, ხო, სოციალური გარემო, თანამშრომლობითი უნარები, ასევე თუნდაც უკვე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია როგორ შეყვავს ჩვენ ხა 2 თვის ბავშვი თუ მეყვავს ბაღში, ეს უკვე დიდი დანაშაულია, იმიტომ რომ იმ ყველაზე საჭირო პერიოდში არ ვართ მასთან, რაც ჩვენი მხრიდან სჭირდება ეს უსაფრთხოების ჩვენთან ყოფნის, ასე ვთქვათ, ყოფნა სიახლოვე. მაგრამ აი დაახლოებით 3 წლიდან არის რეკომენდირებული, რომ ბაღში შევიყვანოთ ბავშვი, იმიტომ რომ ამ პერიოდიდან უკვე ნელ-ნელა იწყებს ჩვენგან განცალკევებას, აი მეჩნდება, ხო და ხვდება, რომ ჩვენ თუნდაც რაღაცა რამდენიმე საათით რომ წავიდეთ, არ დაიკარგება და თუ სწორად წავიდა ყველაფერი. ამიტომ დაახლოებით 3 წლიდან პირიქით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, თუ სწორად შევურჩევთ ბაღს, იქ იქნება სწორი ღირებულებები, მასწავლებლები სწორად მიუდგებიან ჯანსაღად ასე ვთქვათ, ჯანსაღი გარემოს შეუქმნიან იმისთვის, რომ განვითარდნენ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგიც არის ბაღში შეყვანა და პირიქით სახლში ყოფნა ამ პერიოდში შეიძლება პირიქით ამ დროს მოვაკლოთ სოციალური ნახეთ მარია, პირადად ჩემი გამოცდილება მინდა გითხრათ, რომ ნინამ, ანუ მეორე ბავშვი, უფრო ადრე განავითარა, ვიდრე თვითონ განვითარდა, ასე ვთქვათ. ანუ 2 წლის ასაკში უკვე მივხვდი, რომ სახლი არ არის ის კომფორტის ზონა, სადაც ის უნდა იყოს და იმას უფრო მეტი ჭირდება და 2 წლის ასაკიდან ვცადე, რომ ინტეგრირება განეცადა. ანუ თვითონ ინდივიდუალური ცხვარ არის ამ ბაღის დროის შერჩევა. ნახეთ, ზოგადად ეს ხდება ხოლმე მეორე, მესამე ბავშვი, იმდენად სწრაფად ვითარდება პირველის შემხედვარად, ჩემთანაც ეგრეა, რომ ბევრად უფრო სწრაფად აყვა, იმიტომ რომ
მაგალითია და თითქოს არ არის მარტო და ამ შემთხვევაში ისედაც ნახეთ, აი როცა უკვე მშობელს დღევანდელი ცხოვრება ისეთია, რომ ყველა მუშაობს, თავისი ცხოვრება აქვს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ბედნიერება და ეს რაღაცა თვით რეალიზაციის განცდა მშობელს ძალიან სჭირდება. ამიტომ თუ სხვა გზა არ გვაქვს და არის ესეთი შემთხვევა, უბრალოდ მთავარია რომ აქ არ დავაზიანოთ და ისე არ მოხდეს ბავშვის ბაღში შეყვანა, რომ ემოციურ დონეზე არ იყოს მზად. თქვენ თუ გრძნობთ რომ ის მზად არის და შედარებით უკვე 3 წლის ასაკისაც კი გავს, ხო, მისი განვითარების დონე, მაშინ ძალიან ნორმალურია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას და შეიყვანოთ ბაღში. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, ვერ გაგიშვებთ, რა თქმა უნდა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და დაგველოდეთ ძვირფასო რადიო მსმენელებო.